ბათუმის სპორტ სკოლაში ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ზაურ თავადის სახელობის თასზე 5 ქვეყნის 120 კადეტი მოფარიკავე ასპარეზობს. შეჯიბრის 3 დღეს გაგრძელდება გამარჯვებულები დღეს ხმლის ფარიკაობაში გამოვლდნენ. ხოლო შეხვედრები რაპირასა და დაშნაში გაიმართება. კადეტთა შორის საერთაშორისო ტურნირი აჭარაში მეოთხედ ტარდება. გახსნის ცერემონიას საჭირის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ბათუმში ირანის რესპუბლიკის კონსულიც ესწრებოდა. ტურნირი აჭარის ფარიკაობის ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის და სპორტ სკოლის ორგანიზებით ტარდება. ამ გამარჯვებას ველოდი, იმიტომ რომ ამ შეჯიბრისთვის დიდი ხანია ვემზადებდი და ვცდილობდი რომ ყოველთვის წარმატება მიმეღწია, მაგრამ რატომღაც მესამე ზევით არ მქონია ესეთი სერიოზული შედეგი, მაგრამ ეს გერმანსტაბის დამსახურება და დიდი მადლობა გერმანსტაბის, რომ ამდენი შრომით მე მაინც მიმაღწევია ჩემს მიზანს. კონკურენტები ამ შეჯიბრზე იყვნენ კარგი. იორდანიაში ყოფილი ჩემპიონატზე გავიღე მესამე ადგილი და თავდაჯერებული ვიყავი ჩემში და მიგა და მოგება. ეძღვნება საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ზაურ თავადის სონდას, რომელიც არის აჭარაში ფარიკაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მონაწილეობენ ირანის, აზერბაიჯანის, სასომხეთის, რუსეთის და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების 120 ნორჩი მუშკეტერი.